მნიშვნელოვანი დეტალი, რაც შეიძლება სამოქალაქო თავდაცვისთვის ავიღოთ, არის კრიზისების მართვა. კრიზისების მართვის ჩავარდნის კუთხით ჩვენ დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ ორ შემთხვევას გავიხსენებთ, საქართველოში ბოლო დროს ყველას გვახსოვს, ერთი იყო რაჭაში დიდი წყალდიდობა და მეორე გურიაში დიდი თოვლობა, რაც ეხლახან მქონდა. ორივე შემთხვევაში რატომაც არ იყო ეფექტური ჩვენი კრიზისების მართვა და სამაშველო სამსახური იყო, იმიტომ რომ ადგილზე არ იყო არავითარი დროული დახმარება, რაში ჩავარდა ჩვენი სისტემა. პირველი ჩავარდა მაგალითად რაჭის შემთხვევაში და გურიის შემთხვევაშიც კომუნიკაციაში. საფრთხე რამდენად დიდი იყო, ცენტრმა ეს გაიგო. რამდენიმე დღის დაგვიანებით იგივე დაგომართა გურიაში, ანუ კომუნიკაცია არ იყო და იქ ადგილზე არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ამას წინააღმდეგობას გაუწევდა. და საკითხის მოგვარება როგორ შეიძლება? მნიშვნელოვანია, რომ ტერიტორიული თავდაცვის რეფორმის ფარგლებში სამაშველო რეფორმაც იყოს, როცა ადამიანებმა იციან, როგორ მოიქცნენ კრიზისის დროს და ისინი არიან ამისთვის მომზადებულები და რაღაცა მცირედი შესაბამისი აღჭურვილობა და ამავდროულად შეუძლიათ კონტაქტი ჰქონდეთ ცენტრთან, რომელსაც მიაწოდებს ადეკვატური ინფორმაცია რამხელა პრობლემასთან უწევთ გამკლავებას. მაგალითად, რაჭაში ყველაზე მეტად, როცა ეს კრიტიკული მომენტი იყო, ყველაზე დიდ დახმარება გაუწეს ადგილობრივებმა, ხო, იქ დაზარალებლებს, იმიტომ რომ იმათმა იცოდათ ყველა ახალი ბილიკი, ყველა ახალი გზა და შიშველი ხელები შეძლეს დაზარალებლებს დახმარება და გადარჩენა.